დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ გამარჯობათ ბავშვებო. რა ლამაზები არიან. დილამშვიდობისა. ერთი მეორეზე ლამაზები. რა კარგები ხართ ბავშვებო. დილამშვიდობისა. ბავშვები, ეხლა ვრგავთ დღეს მე მგონი, ხო? თქვენს გალამაზებულ ქოთნებში. გუშინ გავალამაზეთ, შევღებეთ, დეკუპაჟი გავაკეთეთ და დღეს გამზადებულია ქოთნები იმისთვის, რომ ულამაზესი მცენარეები ჩავრგოთ. მიწა გვჭირდება ესე იგი, ხო? დიახ, გვჭირდება, რომელიც აი აქვე გვაქვს. აბა, დავყაროთ მიწა? უნდა გავცრათ. ამხელათი უნდა გავცრათ. ამხელა, აბა. იქეთაც დავუყარო ზურა, ხო? აბა რა. აი აქ. ეხლა ამ მიწაში ბავშვებო ყველაფერია იმისთვის, რომ მცენარეებმა კარგად იკვებონ. ნახე? გათავდა. ნახეთ, როგორი მიწა. ხოსა სიამოვნოა ხელის ჩაყოფა. ნახე როგორი გოროხები გამოვიდა. ეს გოროხები ცალკე დავყაროთ. აი დააკვირდით რამდენი რამე ურევია მაგ მიწაში ეხლა. ჭხირიც ურევია? შეიძლება ჭიაყელაც იპოვო, იცი? რა იყო მერე? ჭიაყელები აუცილებელია მიწისთვის, იცი? აფხვიერებენ მიწას. მართლა. ჩაყავით ხელები, ჩაყავით ყველა ხელები, ჩაყავით. ნახეთ როგორი ფუმფულა მიწა გვაქვს, ზურა აკეთებს სპეციალურად მცენარეებისთვის, ესეთ არაჩვეულებრივ მიწას. ჩაყავით თქვენ ხელები. მცენარეებისთვის მიწა არის პურივით, როგორც ადამიანის პური ჭირდება. ჩაყავით ხელები, ნახეთ როგორ ხოსა სიამოვნოა ძალიან. ცოტა რომ დაგეყაროს რა უჭირს? არის ჭიაყელა იპოვეთ? იპოვეთ ჭიაყელა? ჭიაყელაც იპოვეთ? ჭიაყელას უდი რომ მოაძროთ, ხო იცით რომ ამოუვა მე ისე. ბავშვებო, გინახავთ ჯუჯა ბროწეულები, ნახეთ? უკვე ნახეთ? ნახეთ, დავათვალიერე. აქედან წაღებული, ეს სახში გაქვს და გაახარე, ყოჩა. კი, აბა. ნახეთ როგორი პატარები ასხია. სულ 5 ცალი მარცვალია შიგნით. შეგიძლიათ ჭამოთ, იცით? თუ არ დაგენანებათ შესაჭმელად, შეგიძლია გამოიღო მარცვალი და შეჭამო. შავი არის. შავი არის, რა თქმა უნდა, ბროწეული ყოველთვის მშავი. როგორი ყვავილები აქვს პატარები. მაგარია მიწა. ეხლა მას შემდეგ რაც მიწა გავცერით, კარგად აურიოთ. ეხლა რახან მიწას უკვე აურიეთ და ყველაფერი ერთმანეთში გაურიეთ, ქოთნებში ჩავრგავთ სუკულენტები. ამოარჩიეთ, აბა? თეო, შენ კონდა აქ საინტერესო ისტორია ამ ამბავსთან. სუკულენტებთან დაკავშირებით ერთი ისეთი საინტერესო ისტორია გვაქვს. ზუსტად პირველ რიგში მორწყვაზე უნდა ვისაუბროთ სუკულენტებთან. როგორ უნდა მორწყათ სუკულენტები? გახსოვთ რომ ვისაუბრეთ ამის შესახებ? ხშირად ჭირდება სუკულენტებს მორწყვა? არა, ხო, ძალიან იშვიათად. კვირაში ერთხელ, მეტი არა. როგორი სუკულენტები არიან კიდე? რა ვთქვით ჩვენ ჯარისკაცი სუკულენტები, რომელსაც არ ეშინიათ არც სიცივის, არც ყინვის და შეგვიძლია გარე დავტოვოთ. სწორია, მართალია, როგორ კარგად დაგიმახსოვრებიათ ეს ყველაფერი. ნატა, შენ აიღე სუკულენტი? ერთი წუთი ჩემო მხედეთ გაჩვენოთ განსაკუთრებულად ლამაზი კრასულა. ნახეთ, ამ კრასულას რა დაარქვეს, იცით მეორე სახელი? შრეკის ყურები. ძალიან საინტერესო ფოთლები აქვს. ნახეთ, შეხედეთ რა საყვარელია. აბა. შენ რა მოვიღოთ ეს ქოთნიდან? თავის ხოთ თუ არ ჩარგა? აბა. დავუიღოთ. ჩაყარი. ახლა მე მინდა რომ შენ თვითონ ამოიღო. გაჩვენო გინდა როგორ უნდა ამოიღო. მე ვიცი ვერ სწორია. კი, აბა რა, ყველას დავეხმარებ. აუცილებლად უნდა გითხრათ, თქვენთვის სპეციალურად აი ამ კონტეინერებში მცენარეებს ამზადებენ ბებოები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან გარდენიაში. შემომხედეთ კარგად რომ ადვილად გასწავლოთ კონტეინერებიდან ამოღება. ნახეთ, მოუჭირეთ ხელი რომ დარბილდეს ეს მიწა. შეხედეთ, მოუჭირეთ ხელი და გადმოატრიალეთ და როგორ ამოცურდება. ნახეთ, როგორ ადვილად ამოდის. აი ესე. მე რა უნდა? კი, რა თქმა უნდა, მიწა უნდა ჩავყაროთ. ჩაყარე მიდი შენი ხელით მიწა. მე დაგეხმარები შენ. მოდი. რა თქმა უნდა, ჯერ მიწა ჩავყაროთ. როგორი ფესვებია?
ჩაყარე ხო? რომელიც? ხო. კი. Mamasak. მოდი. ჩაყარე კიდე? ბევრნაირი სუკულენტი ყავს აქ. ნახეთ, ხო? ზოგს როგორი ლამაზი შებრაწული ფოთლები აქვს, ზოგს უფრო მწვანე ფოთლები აქვს, ხო? მოდი. დაგეხმარები მე შენ. ხო შეიძლება რომ დაგეხმარო? შენ დაგეხმარო თუ შენ გააკეთე? არა, ბევრი ჭირდება მაგას. დიდი ქოთანია და მაგიტო ჭირდება. ჩასვი. აბა, მოდი ჩვენ. არ გაქვს შენ ქოთანი? სად არის მე? აი შენი ქოთანი. ეს არ არის შენი ქოთანი? არა, კატოსი. სად დაკარგე ქოთანი? სად დაგიკარგავს ქოთანი? ვიპოვით ახლა. მოდი რა ჩავრი. ჯერ მიწა ჩავყაროთ, ჯერ ჩავყაროთ მიწა. ყოჩა, ძალიან ლამაზია. შენ გაქვს? რომელია? ეს არის შენი ქოთანი? აბა, მოდი, გვიპოვია. ეს მაშინ რა ჩარგე? კრასულები ჩარგე? ბავშვებო, ეხლა ამ სცენარებს თქვენ წაიღებთ, ფანჯრის რაფებზე დაალაგებთ, ქვეშ თეფს დაუდგამთ, რომ წყალი არ გაუვიდეს და კარგად მორწყავთ. კარგი? შემდეგ კვირაში ორჯერ მიაკითხავთ და მორწყავთ. კვირაში ორჯერ წყალი ეყოფა. და მერე გვაჩვენეთ, გამოგვიგზავნეთ ფოტოები ჩვენთან, რომ მოხვალთ, მოგვიტანეთ, როგორ გაიზრდებიან, როგორ გაიხარებენ. ძალიან ყოჩა შვენიერი ჩარგული. რა ქვია, იცი მაკრასულას რა ქვია, იცი? შრეკის ყურები. ოჩახ, რა კარგად გადარგი. პატარა ხელები. თუ სცენარი სად არის? Çanane ay nახე იქ. მოიტანე და გადავრგოთ. სარიელი ქოთნით ხომ არ წახვალ კაცო. ოჩახ. პირველად დარგი სცენარე, პირველად. დაგირგავს აქამდე? ოჩახ. ჯეჯება ჩემ კლასთან ერთად. დაგირგავს ოჩახ. კვირაში ორჯერ. ვერ იპოვე? რა ვერ იპოვე? აი, აგერ არის სცენარეები, ნახე. Აი ეს არის შენი. ეს შენი ქოთანია. ბავშვებო, სკოლის ფანჯრებზე გილაგიათ, სკოლაში გაკვეთილების ფანჯრებს, სადაც გაკვეთილები გაქვთ, ქოთნის სცენარეები გილაგიათ. ვინ უვლის იმ სცენარეებს? მასწავლებს. მასწავლებლები. თქვენ არა? ოჩა. აი, ჩაუყარე ხა მიწა. შარი? ეხლა მოურჩებით ყველაფერს და წავალთ. ანუ საჭმელი შეიძლება. საჭმელი შეიძლება, აბა მშიერი ხო არ ვიქნები? ქშია უკვე? მოგშივი და? დილა რა გჭამი? საერთოდ? სულ არაფერი? აბა სულ მშიერი ხარ? შენ ჭამე ყოჩა, კარგები ხართ. ყოჩა. არა, მასე არ გამოვა. მასე ულამაზესად გაგაკეთებული. მომეცე შენი აბა. ყოჩა. აბა ჩაკირგო მოდი. ეხლა ყველამ თავისი დარგული სცენარე მოიტანოს ჩემთან. აბა მაჩვენეთ ყველამ როგორი გამოვიდა. მოდი მე აქ დავჯდები და თქვენ მომიტანეთ და ყველამ შემახედეთ. მოდით ასე. მოდით აქეთ მოდით ყველამ. არც ისე მძიმე არ არის. ორივე ხელი მოკიდე. ორივე არ გადაგივარდეს. აი ესე. ეხლა ავწიოთ ყველამ ჩვენი ქოთნები ასე. ყოჩახ. მოდი შენც მოდი. მშიერი ვინ არის მშიერი? აბა ვინ არის მშიერი? ყველას შია, ყველას. შენს გარდა? შენ შეჭამე დილით. ეხლა მპირდებით რომ ამ სცენარებს კარგად მოვლით? ძალიან კარგი. ესე იგი თეფშებს დაუდგამთ ქვეშ. ფანჯრის რაფაზე განათებულ ადგილას დავდგამთ, იმიტომ რომ სუკულენტებს უყვართ ბევრი მზე. თუ დაგავიწყდებათ მორწყვა არაუშავს, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ უწყლობა აიტანონ, თუ არ მორწყავ არაუშავს, თუ დაგავიწყდება, ერთხელ არ მორწყვა, არაფერი არ მოუვა. გაუძლებს მოურწყავებას და კვირაში ორჯერ წესით უნდა მორწყათ. კარგი? ორჯერ. კვირაში ორჯერ. ერთხელ თუ დაგავიწყდება არაუშავს. პირდებით რომ მოულით. კიდევ ერთხელ ავწიოთ? და მე გვაჩვენებთ როგორ გაზარდეთ ჩვენგან წაღებული სცენარეები, ხო? ყოჩახ, ძალიან კარგია. ყოჩახ. მიხარია რომ ჩვენთან იყავით დღეს. სკოლის ფანჯრებზე გილაგიათ სცენარეები? არა. ზოგს კი, ზოგს არა. აი ვისაც სკოლაში არ ულაგია, სკოლაში წაიღოს. მე მგონი ჯობია რომ სკოლაში იყოს. ეხა შედიხარ, ხო და თან წაიღებ შენ სცენარეს. უკვე ახალი საზრუნავი გექნება. კამადათ ესეთ? რაში დათესეთ, მამა?
კოლბებში ჩათესეთ და ამოვიდა კამა. აბა რა? შავი ჭიქი. პატარა კონტეინერები. კონტეინერები პატარა. ძალიან კარგი. ესე იგი, თქვენ დღეის შემდეგ უკვე პატარა მებაღეები ხართ, წინსაფრებიც გაცვიათ და უკვე გეცოდინებათ, რომ მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა ჭირდებათ და განსაკუთრებული მიწა, რომელშიც 5 სხვადასხვა საჭმელია. აი თქვენ ხო ეხლა მშიერები ხართ. ეს მცენარეებიც მშივრები არიან. ამ მიწაში ყველაფერია იმისთვის, რომ მცენარეებმა კარგად გამოიკვებონ. აი, იმიტომ ურევია, ნახეთ, კენჭებიც ურევია, თეთრი წერტილებიც ურევია. ნახეთ, ხო სასიამოვნოა ხელს რო ჩაყოფ. მაგათაც ესიამოვნათ ფესვებზე და მოეწონათ. მიგზანდებით აუცილებლად. აბა დავამშვიდობოთ ერთმანეთს და დიდი მადლობა უთხრათ. კარგად. ახანდეს. დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავით. თეონა, დიდი მადლობა ზურაბ, მასპინძლობისთვის, დიდი რომ მადლობა. უმასპინძლეთ ჩვენს პატარებს. კიდევ გელოდებით, მოხვალთ ჩემთან. მწვანე გაკვეთილებზე მოხვალ? აუცილებლად. კარგი. ნახვამდის, ეხლა დავმტკრივდეთ და წავიდეთ.